ვეფხისტყაოსნის პროლოგის ღვთისმეტყველება. ამ თემაზე საჯარო ლექცია გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტში გაიმართა. შეხვედრას გალობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი დავით თავაძე უძღვებოდა. ლექციაზე განხილული იყო ვეფხისტყაოსნის პროლოგის ღრმა ანალიზი და მისი საღვთისმეტყველო შინაარსი. დეკანოზმა დავით თავაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ნაწარმოების შესახებ მკვლევართა მოსაზრებები, პროლოგის ღვთისმეტყველება და ვეფხისტყაოსნის ქრისტიანული პრინციპები. შეგახსენებთ, რომ დეკანოზი დავით თავაძე 2010 წლიდან დღემდე გახლავთ გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტში წმინდა წერილისა და დოგმატიკის ლექტორი. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა გალობის უნივერსიტეტის დეკანმა ზურაბ წკრიალაშვილმა. მან ღონისძიების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ჩავატარეთ ლექცია ვეფხისტყაოსნის პროლოგის ღვთისმეტყველება ამ სახელწოდებით და ინტერესი ამ ლექციისა მინდა საერთოდ სურვილი გამოიწვია იმან, რომ როგორც მოიხსენება ჩვენ სასწავლებელში, ისწავლება წმინდა წერილი, ისწავლება დოგმატიკა, დოგმატიკის საფუძვლები და სხვა საგნები და როდესაც შეხება გვაქვს ისეთ თემებთან, როგორც არის სიკეთისა და ბოროტის არსებობა, სამყაროს შექმნა და ასე შემდეგ, ხშირად გვიხდებოდა ხსენება ჩვენი დიდი სწორუფოვარი შოთა რუსთაველისა და ამიტომაც თვითონ სტუდენტებიდან წამოვიდა ეს ინტერესი, რომ აი უფრო სიღრმისეულად თუ შეიძლებოდა რასაც წარმოდგენა ჰქონოდა მის უგდავ ნაწარმოებზე და განგვეხილა ის ალეგორიული კუთხით, საღვთისმეტყველო კუთხით. იმიტომ რომ ჩვენ როგორც მოგხსენებათ, ვეფხისტყაოსნის ნაწარმოები, როგორც თავად წმინდა წერილია, ასეთი, რომელსაც აქვს როგორც ასე თქვა ზედაპირული მნიშვნელობა, ასევე სიღრმისეული მნიშვნელობა. და ახლა ჩვენ ვიცით, რომ ესეთი დიდი პიროვნება, დიდი გენიოსი ქართველი დავით გურამიშვილი ამბობდა მაგალითად შოთაზე და მის უგდავ ნაწარმოებზე, რომ შოქამ იგავთ ხედარგო, ეს ნიშნავს იმას, რომ ალეგორია იგულისხმება ამ ნაწარმოებში, ამიტომ შევეცადეთ ჩვენ, რომ აი ის ალეგორიული და საღვთისმეტყველო მნიშვნელობა და ჩადებული იყო ამ ნაწარმოებში და კერძოდ პროლოგში, აი რაღაცნაირად უფრო სიღრმისეულად გაგვეცნო სტუდენტებისათვის. გალობის უნივერსიტეტში გაიმართა ძალიან საინტერესო შეხვედრა, საჯარო ლექცია, რომელსაც წარუძღა ჩვენი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი დავით თავაძე. ეს ეხებოდა ვეფხისტყაოსანის საკითხს, კერძოდ ვეფხისტყაოსანის პროლოგს. საუბარი იყო პროლოგის საღვთისმეტყველო თემატიკაზე. გაიმართა დისკუსია შეკითხვების სტუდენტების მხრიდან მრავალი შეკითხვა წამოვიდა და ძალიან საინტერესო პასუხები მოვისმინეთ და ზოგადად ძალიან საინტერესო საკითხები დაისვა ამ საჯარო ლექციის ფარგლებში. მადლობა მინდა გადავუხადო მამა დავითს და ჩვენი უნივერსიტეტი განაგრძობს მსგავს შეხვედრებს არაერთ საინტერესო ადამიანთან. ასეთი ტიპის შეხვედრა პირველი იყო ჩვენ უნივერსიტეტში, ძალიან საინტერესო იყო. რა თქმა უნდა, ვეფხისტყაოსანი ყველასთვის ძალიან ცნობილია და ყველამ ვიცით, თუმცა ამ კუთხით პირველად დავინახეთ და ეს ჩვენთვის სიახლე იყო.